მეცხრე საინფორმაციო სამსახური განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ეს არის ახალი ექვსი სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად საღამოშვიდობის. პანამაში ბალბოა სპორტში ვითარება უცვლელია და არასამყაროს მოწყვეტილ ქართველ მეზღვაურებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ტანკერის დატოვება ეკიპაჟის მხოლოდ ერთმა ქართველმა წევრმა მოახერხა, ისიც 3 თვის წინ. ტარელინის პირველმა მეცხრეარს დეტალები უამბო 100 მეტრიანი ტანკერი მარია დელ კარმენ ორი ნიგერიულ კომპანია Ocean Rest კომპანიის ეკუთვნის, რომელსაც ნიგერიის მოქალაქე სოლომონ ნაგვარა ხელმძღვანელობს. ნიგერიელმა მეპატრონემ დაზიანებული დემი ცოტა ხნის წინ მიატოვა, მან უარი თქვა დემის დარემონტებაზე და დაქირავებულ ქართველ მეზღვაურებთან კონტაქტი შეწყვიტა. შუამავალი კომპანია ფრეგატია სწორედ ამ კომპანიამ მოაწყო ქართველი მეზღვაურების სამუშაოდ დემზე. მეცხრე დილიდან ცდილობს ფრეგატის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას, თუმცა ბათუმში კომპანიის ოფისი დაკეტილია. მეცხრე სადარაო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ მეუღიათ, თუმცა ამბობენ, რომ ვითარებაში გარკვევა შეეცდებიან. ამ დროისათვის დემზე საწვავის მარაგი ამოწურულია, გამოირთო შუქი გათიშულ მაცურებში კი საჭმელი სრულად დაფუჭდა. მეცხრე დილით ესაუბრა კაპიტნის ქართულ თანაშემწეს გიორგი ჯანელიძეს, მან განაცხადა, რომ მალე მობილური ტელეფონებით დაუჯდებათ და ჩვენთან დაკავშირებას ვეღარ შეძლებენ. დემზე 12 ქართველი მეზღვაური იმყოფება. ნიგერიული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი პანამის არხში 3 თვია ნავსადგურიდან 5 კილომეტრის დაშორებით ზღვაში იმყოფება. მეზღვაურები ბათუმელები არიან, მათი ოჯახის წევრები დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ. არავინ არ ეხმარება მაგენს. არავინ. ფლობელმა ესე იგი მიატოვა, ურეკავე მაგენი და ესე იგი ვაფშე არ პასუხობს, გამორთო ტელეფონი. ესე იგი საჭმელი არა, სასმელი არა და 3 დღე უკვე გამორთულია შუქი. და რადგან შუქია გამორთული, ხო, აი მაცივრები რაც ქონდა ის საჭმელები უკვე იფუჭდება. გესმის და რა უნდა გააგადოს მაგენმა? არ ვიცი ახლა ცოდვა და ჩვენ ვეხვეწებით რომ ესე იგი სახელმწიფო ესე იგი არ დატოვოს რა მაგენი. იკიმას ხელფასი მისცეს და დააბრუნოს სახლში. 42 წლის გემი ისე მდგომარეობაში იყო რომ ის ფაქტიურად არ უნდა გასულიყო პორტიდან. არ იყო მზად გასასვლელად. ჩემი შეხედულებებით ბევრი რაღაც შესაკეთებელი იყო, რომლის შეკეთებაც ვერ შეძლო კომპანიამ ან ფინანსების არ ვიცი რის გამო ვერ შეძლო კომპანიამ და მზად არ იყო გემი გასასვლელად. ძალიან პირობებში ვართ, ვიშუქოთ ვართ, საწვავის არ აქვს. თავისთავად საკვები გავითავდა, წყალიც ვითავდება ხვალ მაქსიმუმ ხვალ ზუგევიდან თავს. ჩვენ რეისი გქონდა ეკვადორიდან ნიგერიაში, პანამის არხით უნდა გაგვევიო. ვარ და პანამაში ვარ, თუმცა 3 თვე შემისრულდება 8 დღეში. 12 ქართველი ვარ და 4 ნიგერიელი. სულ 16 ვართ. ჩვენი ნიგერიელი ოპერები საერთოდ ვიბლოკავენ ემეილებს, უგზავნით წერილებს. ახალი დღის სხვა სიახლეები თბილისში ფილიპ გორდონის ვიზიტი გრძელდება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადრილე ქართულ ჟურნალისტებს შეხვდა და ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა. არ არის სავალდებულო ორ ლიდერს ერთმანეთი მოსწონდეს, მაგრამ მათ კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას პატევი უნდასენ. ამ სიტყვებით გორდონი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო მდივნის მოადრილის განცხადებით, სწორედ ასეთია საერთაშორისო თანამეგობრობის მოლოდინი. გარდა ამისა, მედიასთან გორდონმა ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის ქარტიის მნიშვნელობასაც დაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობას მიესალმება. I encourage both sides to continue to work together. უნდა გვახსოვდეს, რომ მართალია ახალი მთავრობაა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია. მოუწოდებთ მათ, რომ იმუშაონ ერთმანეთთან. არ მოემსახურება საქართველოს ინტერესებს თუ საერთაშორისო თანამეგობრობას დარჩება შთაბეჭდილება, რომ აღიარებული თამაშის წესების პირობებში მშვიდობიანად გადაცემულმა ხელისუფლებამ ბალანსი დაარღვია. სწორედ ამ ბალანსს უნდა გაუსვას ხაზი ახალმა მთავრობამ. ადამიანები უნდა წარსდნენ კანონის წინაშე თუ დარღვევები აქვთ, მაგრამ არ უნდა დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშწორება. ამჟამინდელი საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ძალიან გრძნობიარე იმ აღქმის მიმართ, რაც შეიძლება დაკავებების პროცესს მოყვეს, რომ ეს არის ანგარიშწორება მტრების მიმართ და არა კანონის აღსრულება. თუ დავინახავთ, რომ ადამიანების დიდ ჯგუფს აპატიმრებენ არაგამჭვირვალე გარემოში და არ არის ახსნილი თუ რატომ არ არის მტკიცებულება წარმოდგენილი და დაცვისთვის არ არის შესაბამისი შესაძლებლობა მოცემული, ერთი სიტყვით ეს ატარებს პოლიტიკური ანგარიშწორების ხასიათს. ეს არ მოემსახურება საქართველოს ინტერესებს. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, შეერთებული შტატები ცდილობს უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან და არ ეთანხმება მას საქართველოსთან მიმართებაში, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მიგვაჩნია, რომ რუსეთის სამხრეთ ოსეთში ყოფნა არღვევს 2008 წლის აგვისტოში მიღწეულ შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს იგივე ხედვა და იგივე წითელი ხაზები, რაც საქართველოს მთავრობას. გსურს რუსეთის ძალებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და თქვენს ქვეყანას შეუძლია სურვილისამებრ შეუერთდეს ნებისმიერ ალიანსს. South Ossetia
და საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ფილიპ გორდონმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება, ნატოს აქვს იმის ფუფუნება, რომ ალიანსში არადემოკრატიული ქვეყნები არ მიიღოს აცხადებს სახელმწიფო მდივნის მოადგილე. რა შემთხვევაში იქნებოდა ნატოში დაწევრიანების პერსპექტივა ძირგამოთხრილი გორდონი ამბობს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ეუთოს სადამკვირვებლო მისია იტყოდა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო დემოკრატიული და მთავრობა მანიპულირება მოახდინა. გორდონი ამბობს, რომ ნატო პირველ რიგში სწორედ დემოკრატიის ხარისხს დაითვალისწინებს. Evolution of Georgia's democracy. საქართველოს დემოკრატიის ევოლუცია არჩევნების შემდეგ ძალზე მნიშვნელოვანია. ისეთი კითხვებისთვის, როგორებიცაა ნატოში გაწევრიანება, მაპი და თავისუფალი ვაჭრობა. როცა ქვეყნები გადაწყვეტილებას იღებენ, რასახის ურთიერთობა უნდა ალიანსთან, ალიანსის სვამს კითხვას, რა ქვეყანაა ის? ნატოს წევრები საკუთარ თავს ეკითხებიან, გსურს ჩვენ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიულ ალიანსში. კონკრეტულად საქართველოს რაც შეეხება, თუ პარტიები საქართველოში არ მიყვებიან თამაშის წესებს და არ მუშაობენ კონსტიტუციური დებულებებით, არამედ იმის მიხედვით, ვის უფრო მეტი ძალა აქვს ნატოს ქვეყნებისთვის, ეს იქნება სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, სჭირდება თუ არა ალიანსს ასეთი ქვეყანა. ალიანსის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას რა ფორმატში უნდა გაგრძელდეს საქართველოსთან ურთიერთობა, ეს იქნება მაპი თუ სხვა, გათვალისწინებული იქნება დემოკრატიის ხარისხი. ჟურნალისტებთან შეხვედრამდე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის ძირითადი ნაწილი რუსეთის საკითხზე მსჯელობას დაეთმო შეხვედრას. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ ბაბაშიძეც ესწრებოდა. დღესვე გორდონი თავდაცვის მინისტრს შეხვდა მხარეებმა ამერიკას საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე და ავღანეთში აისაფის საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრეს. ალასანიას განცხადებით, საქართველო კვლავ რჩება შეერთებული შტატების სანდო პარტნიორად და მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო უსაფრთხოებაში. We obviously very much support საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ პრინციპებისადმი ერთგულება დაადასტურა, რაც ამერიკასთან ურთიერთობების გაღრმავებასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ეხება. ჩვენ კვლავ მხარს უჭერთ საქართველოს ამ გზაზე. დეკემბრის დასაწყისში ქალბატონი მინისტრი ნატოს საქართველოს კომისიის შეხვედრას დაესწრება, სადაც კვლავ იქნება აღნიშნული საქართველოს პროგრესი ამ მიმართულებით. არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოება თვალყურს ადევნებს იმას, თუ როგორ ხორციელდება და განხორციელდება საქართველოში კანონის უზენაესობის პრინციპები. რუსეთის თემაც იყო განხილვის ერთ-ერთი თემა. ჩვენ ბატონ გორდონს ავუხსენით, თუ რას ნიშნავს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა, როგორი იყო მის დანიშვნაზე რეაქციები მოსკოვიდან და ვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ ეს მეორე არხი, რომელიც გვინდა გავხსნათ რუსეთის ურთიერთობისთვის, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ჟენევის პროცესი შეიცვლება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყაზახურ მხარესთან სახელმწიფო ვალის მომსახურების პირობებზე შეთანხმებას იწყებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრ ნოდარ ხადურთან ამ საკითხზე ყაზახეთის დელეგაციის პირველი მოლაპარაკებები უკვე შედგა. მინისტრი მოლად ჟამიშევი მზადაა ქართულ მხარესთან ოპტიმალურ ვარიანტზე შეთანხმდეს, რომლის მიხედვით მოხდება 27 მილიონ დოლარიანი ვალის რესტრუქტურიზაცია. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ურთიერთჩათვლის მექანიზმის სამუშაოება. ყაზახურ კომპანია ყაზტრანსგაზს ფინანსთა სამინისტროს წინაშე 65 მილიონი დოლარის ვალდებულება აქვს, თუმცა ოფიციალური ასტანა კერძო კომპანიის მიერ წარმოქმნილი ვალით სახელმწიფო დავალიანების გადაფარვას ამ ეტაპზე ეწინააღმდეგება. საქართველოში ყაზახური დელეგაცია ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება, ამ დრომდე მთავრობის წევრები წითელი ხიდის საბაშო გამშვებურთსა და თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში უკვე გაეცნენ მომსახურების მეთოდებს და საქართველოს მთავრობის ახალ ეკონომიკურ პრიორიტეტებს. ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება ამ თემასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის პარიზის კლუბის მონაწილე ქვეყანა, ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს. სამწუხაროდ ყაზახეთი არ გახლავთ პარიზის კლუბის წევრი, ამიტომ მათთან განსაკუთრებული მოლაპარაკება გვჭირდება ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე და მის მომსახურებაზე. ქართული მხარე ამ ვალს 2000 წლიდან აღარ ემსახურება. საურავების გარეშე ის 27.7 მილიონ დოლარს აღწევს. საქართველო მის გადავადებას კრედიტორთა პარიზის კლუბის წესდებით მიხედვით გთხოვს. თუმცა გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კლუბის წევრი ჯერ არ არის. ისთვისაც საჭირო გახდება მომსახურების სხვა მექანიზმზე შეთანხმება. საამისოდ კი მზად ვართ. არ მგონია, რომ ურთიერთჩათვლის ვარიანტზე შევთანხმდეთ, თუმცა მოვილაპარაკეთ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორმხრივი ვალის გასტუმრების საკითხებზე იმსჯელებს.
შოთა ხიზარიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს და თბილისის ვიცემერს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის პირველი ნაწილის და 158 მუხლის შესაბამისად წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას გულისხმობს. პირველი ბრალდება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას, მეორე კი 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი ბრალის წარდგენიდან 24 საათიან ვადაში უნდა გაიმართოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულ 10 მაღალჩინოსანს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს კლდის ყოფილ უფროს ლევან თარდავას. თბილისის კლდის ხელმძღვანელს გიორგი ყავლაშვილს ბრალი ედება ცისხლის სამართლის კოდექსის 197 და 333 მუხლებით რათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასამართლომ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოს სანაცვლოდ დაკავებულების გათავისუფლების თაობაზე. წინა სასამართლოს ხდომა 2013 წლის 8 იანვარს დღის 12 საათზე ჩაინიშნა ბრალდებულებს სასჯელ აღსრულების შესაბამის დაწესებულებებში დღესვე დაიყვანენ. პირადად გიორგი ყავლაშვილის შემთხვევაში მე მოვითხოვე 10,000 ლარით ყოფილიყო უზრუნველყოფილი გირაო, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არის შესაძლებელი, შესაბამისი საფუძვლები არსებობს და ამას გავასაჩივრებთ ორშაბათს. ფაქტობრივად ქმედებებს აღიარებენ ის, რაც შერაცხული აქვთ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მათ მოქმედებაში გამორიცხულია მათი მიზნის შესრულება და მათი პირდაპირი განზრახვა იმაში, რომ ეს რაღაც სარგებელი მიიღოთ. გარდა იმისა, რომ ეს იყო სპეციალურად შექმნილი სამსახური, იმ დროს მოქმედი სისტემის გათვალისწინებით იყო სპეციალურად შექმნილი სამსახური, სწორედ რომ კომპიუტერულ ქსელში კონტროლის დაწესებისათვის. თავად ვასილ ჯამალაშვილი 13 წლიდან მუშაობს. შემოკვდა ოჯახში შემოსავალი. 16 წლიდან მუშაობს კურსში. დღეს გახლავთ 18 წლის. სამწუხაროდ სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის შუამდგომლობა და გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა. როგორც ასეთი შუამდგომლობა პროკურატურის, რომელიც იყო წარმოდგენილი იყო ძალიან ზოგადი, საფუძველი სასამართლოს მხრიდან არ იყო დასახელებული. პატიმართა საქმეებს სპეციალურად შექმნილი სტრუქტურა განიხილავს სასტუმრო რედისონში მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა. მონაწილეებმა სამართლიანი სასამართლო განხილვის დაზარალებულთა უფლებების დაცვისა და სისხლის სამართალში ამნისტიისა და შეწყალების საკითხებზე ემშელეს. ცნობილია, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პირველი საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში ორშაბათს გაიმართება. კანონპროექტის სასესიო განხილვისთვის მომავალ კვირაში მომზადდება. პირველი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ დაზუსტება მუხლები და კორექტირება შევა კანონპროექტში, რის შემდეგაც ცნობილი გახდება დაახლოებით რამდენ მსჯავრდებულს შეეხება ამნისტია. იმ შემთხვევებში, როდესაც არის ძალიან მაღალი დასაბუთებული ეჭვი, ალბათობა იმისა, რომ სასამართლო განაჩენები დაემყარა არასწორ მტკიცებულებებს ან ადგილი ჰქონდა ზეწოლას მოსამართლეზე და ამის შედეგად ადამიანები არიან საპატიმრო ადგილებში, რა მექანიზმებით შეიძლება მათი საქმეების გადასინჯვა. ძალიან ბევრი განცხადება და საჩივარია შემოსული, ძალიან ბევრი მსჯავრდებული ითხოვს გამოტანილი განაჩენის გადახედვას, ჯერჯერობით ეს საქმეები იგზავნება პროკურატურაში, თუმცა საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია შეიქმნას ახალი სტრუქტურა და სწორედ ამაზე ვმშევლობთ, რომელმაც უნდა განიხილოს ეს საქმეები, მაგრამ ამისთვის საჭიროა პირველ რიგში კანონში ცვლილების შეტანა. აეროს განვითარების პროგრამა მოხარულია მხარი დაუჭიროს დღევანდელ შეხვედრას. მსგავს წარმომადგენლობით შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს ხარვეზების გამოსასწორებლად. იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა კარგ შედეგს მოიტანს. მატროსოვის ციხეში მღელვარება აცხადებს ნანა კაკაბაძე, რომელიც დღეს პოლიტპატიმრებს შეხვდა. უფლებადამცველის თქმით, პოლიტპატიმრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ისინი ციხეში რჩებიან და მათი მდგომარეობა კვლავაც დაურკვეველია. პოლიტპატიმრების განცხადებით მათი ღირსების დაცვა ახალი ხელისუფლების უპირველესი ვალდებულება. კაკაბაძის განცხადებით პატიმრებს მხოლოდ პოლიტიკური ამნისტიით გათავისუფლება სურთ.
მათ აქვთ ზოგიერთი პრეტენზიები თქვენ იცით უკვე ცნობილ არასამთავრობოებთან დაკავშირებით და მოითხოვენ რომ ეს არასამთავრობოები რატო არ დაინტერესდნენ თუ ვინ გაუშვა პრეზიდენტმა 1 ოქტომბრიდან დღემდე შეწყალებით რა ხალხს უშვებს პრეზიდენტი მათი გვარები ნათელს მოფენს თუ რა პოლიტიკას ატარებს დღეს პრეზიდენტი რაც მთავარია ისინი იძახიან რომ ჩვენ გვინდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ამინისტიით გასვლა და არავითარ შემთხვევაში შეწყალებით პატიმრების მშობლები დედათა კომიტეტის თავმჯდომარის თეთევან ადამიანს უპირისპირდებიან მსჯავრდებულების ოჯახის წევრები ამბობენ რომ ადამიან რომელიც მონიტორინგის ჯგუფის წევრია ციხეში პატიმრების ბუნტის გამოწვევას ცდილობს ამიტომ მისი სასჯელახსრულების დაწესებულებაში შესვლა საფრთხეს წარმოადგენს პატიმრების ახლობლები ახალ ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ სახალხო დამცველის ვაჭანტურ თანამდებობაზე დიმიტრი ლორთქიფანიძე და ამტრიცონ წინააღმდეგ შემთხვევაში არცების მოწყობას არ გამორიცხავენ პატიმართა მშობლების განცხადებას დღესვე გამოეხმაურა თეთევან ადამიან მშობლებო მოდით მე დაქირავებული ამ მშობლების ხარჯზე ქალბატონი ქეთი ამოიღონ მონიტორინგის ჯგუფიდან გთხოვთ რომ სასწრაფოდ ამოიღოთ ეს ქალბატონი მონიტორინგის ჯგუფიდან და აღარ შევიდეს აღარსად არც ერთ ციხეზე არც ერთ ზონაზე იმიტომ რომ შიგნით შედის აკეთებს განცხადებებს და შეიძლება ამას მოყვეს ბუნტი პატიმრებისგან სამართლიანი წესიერი პატიოსანი ეს არის დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩვენს უყველა მხარს უჭერთ მას და ამის შემდეგ თუ ჩვენი აზრი არ იქნება გათვალისწინებული მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვალთ ქუჩაში მივმართავ მთავარ პროკურორს მე დღეს მივმართავ იუსტიციის მინისტრს ბატონ სოზარ სუბარს დაუყოვნებლივ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და მოკვლევა ვინ დგას ამ ქალბატონების უკან მე აბსურდულად მიმაჩნია ეს ბრალდება რაც ქალბატონი ქეთევანის მიმართ გაცხადდა დღეს მე არ ვიცი რანაირი პოლიტიკური თამაშია გარედან შემოსული ადამიანს თუ ეს ძალოვანი არ არის და ბოდიში და ცემატყებით არ იქნება პროვოცირებული 2500 პატიმრის აბუნტებას უბრალოდ მონიტორინგის სამსახური ვერ შეძლებს ხმაური იყო დღეს ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს დილიდან ვაჭრობის საშუალება არ მისცეს. როგორც მოვაჭრეები ყოფიან, რამდენიმე პოლიციელმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გარემოვაჭრობა თბილისის რამდენიმე უბანში ძირითადად მეტროსადრურების მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. გარემოვაჭრეების გამოჩენა რამდენჯერმე გააპროტესტეს ბაზრობის მოვაჭრეებმაც, რომლებიც արձალვას ან ბაზრობაზე გადასახადების შემცირებას ითხოვენ. გარემოვაჭრობა ამ დროისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს რკინიგზის სადრურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბაზრობის მოვაჭრეებმა რამდენიმე კვირის წინ გარემოვაჭრობის արձალვის მოთხოვნით გზაწრი გადაკეტეს. ვაძლებ ორ ნახევრად. შეჭამეს გული. ვიკახუათ ხელბასები რა ხდავალია. ნერვიულო. ჩამოგვარჩით ინტერვიუ. აქამდე მერიის ყაჩაღების ზედამხედველობის სამსახური გვჭამდა, გვართმევდა, გვაყაჩაღებდა, გვანადგურებდა. ეხლა ბაზრობის ხალხი აკეზიანებს ამ პოლიციელებს, არ ვიცი ხელფაფულზებს უგროვებენ რა ხდება, ვერ ხვდებით, მარტო დღეს არის ესე და გუშინ არ იყო. ხოდა აალაგეთ არ წაიღოთ, გვაგინებენ, გლანძღავენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ. ბავშვს ჩაი გონდა ცხელი, დუღარი გადმოასხა ბავშვზე. მერე ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაკენა პატრულმა თქვენი დედები და რაღაცები. ეხლა დამალეს, არ არის. აი დგანან გვერდზე, ვიტომ არ იცნობენ. მაგრამ მე აი სამი პატრულის მანქანა დგას, სამივე ნომრი აღებული მაქვს. ისე არ დავტოვებ, ფორმა მაგას არ ეცმევა. ჩვენ გვინდა რომ გაგვიშვან ჩვენ ახალ წლამდე რომ ვივაჭროთ სანამ ეს წესები მორიგდებით რაღაცა იქით პრობლემები რომ მოვირი ბანკები რო შევიტანო და რაღაცები ძალიან გქონდ რომ შეგიშვათ აქ ახალ წლამდე უნივერსიტეტის პროფესორის ლელა ჯაფრინდაშვილის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილების მიღება 30 ნოემბრისთვის გადადო. ჯაფრინდაშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნას აპროტესტებს. მისი განცხადებით კონკურსი არაობიექტურად ჩაატარეს, იგი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ჩემი სარჩელი უნივერსიტეტის წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა ზაფხულში ჩატარებულ კონკურსს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. ჩვენ წარვადგინეთ ყველა საბუთი იმის დასამტკიცებლად, რომ კონკურსი არაობიექტურად იქნა ჩატარებული და მე როგორც ვაფასებ, ეს იყო პოლიტიკური დევნა. გავიარეთ პროცესის ყველა ეტაპი და სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო 30 ნოემბრისთვის. შესაბამისად იმედი მაქვს, რომ 30 ნოემბერს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. მსახიობსა და კომენტატორს ტოტე მახარაძეს დღეს 81 წელი შეუსრულდებოდა. იუბილის აღსანიშნავად მისი მეგობრები საზოგადოების ცნობილი წევრები დიდუბის პანთეონში შეირებნენ და მის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგებს პატივი. დღეს ტოტე მახარაძის იუბილესადმე მეცხრელი კონცერტი დაიმართება. მსახიობი 2002 წელს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს ტოტე მახარაძის დაბადების დღეა. ეს იმას ნიშნავს, რომ სპორტის ყველა მოყვარულის დაბადების დღეა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ზეიმობთ იმ ადამიანის უგდაებას, რომელიც იყო განუმეორებელი, შეუგდარებელი, ისტორიული დიახ, ადამიანი, რომელმაც არათუ ღრმა კვალი დატოვა, არამედ უგდაებაში სიცოცხლეშივე წავიდა. ეს დღე იყო ყოველთვის პირიქით ძალიან ამაღლებული და ძალიან სასიხარულო ჩვენთვის ყოველთვის თვითონ ამაყობდა ამით, რომ გალაქტიონის დღეს დაბადების დღეს იყო დაბადებული და ამით ძალიან ამაყი იყო და დღეს დამირეკა ერთმა ძალიან ახლო მეგობარმა ჩემმა და კოტეს უახლოესი მეგობრის შვილმა და ესეთი რამ მითხრა ღმერთს ვთხოვოდა ვევედრები რომ ბევრი ასეთი ქართველი დაიბადოს ამ დღეს როგორც არის ამ დღეს დაბადებული ხალხიო. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრმა ზაზარ რაბუნიამ თბილისის განვითარების ფონდის მიერ დაზარალებული 10-მდე ოჯახი მოინახულა. აღნიშნული ოჯახებისთვის თბილისის მერიასთან არსებულ განვითარების ფონდს რეკონსტრუქციის ფარგლებში სახლები უნდა შეიკეთებინა, თუმცა სამუშაოები უსახსრობის გამო შეჩერდა და რამდენიმე ოჯახისთვის სახლების შეკეთება ვერ მოხერხდა. დაზარალებულები თბილისის მერისა და განვითარების ფონდისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ცალბაძის ქუჩა 3 ნომრის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ თბილისის განვითარების ფონდი რეალურად იყო ქალაქის მაცხოვრებლების მათი საკუთრების დაზარალების ფონდი. აი ძალიან ნათლად ჩანს აი ამ სახლის მაგალითზე, რომლის მიხედვითაც იკვეთება, რომ ფონდის საქმიანობაში ხარვეზები და ეჭვები არსებობს არა მხოლოდ მის ფინანსურ ბრუნვასთან ან ფინანსური რესურსების არამიზნული ხარჯების დაკავშირებით, არამედ მათ შორის ადამიანების, მოქალაქეების საკუთრების უფლების ხელყოფასთან დაკავშირებითაც. მერიამ გადაწყვიტა თბილისის უშუალო თბილისის განვითარების ფონდმა, რომელიც ეკუთვნის პატრონ უგულავას, გადაწყვიტა, რომ გაეკეთებიათ შემინვა. რეაბილიტაცია, რეკონსტრუქციას რომ აკეთებენ, გაიგებთ შემინვა. რაცალია ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, აი ძალიან წინა, იმიტომ რომ მქონდა გარემონტებული და ვცხოვრობდი ჩემთვის წნარად და მშვიდად. მაგრამ უკვე აი მაშინებდნენ იცით რა გიზავენ? ჯერ დაგიყადეს ჯარიმას გამოგიჭერენ, ამას თუ არ დაგვანგრევინებთ. მერე ეს ჯარიმა გაიზრდება, იმ გაზდებს ხო ვეღარ გადავიხდიდი უფრო, თუ იმას თუ არ ვიხდიდი ჯოლს. და მერე ამას მაინც დაანგრევენ, მაინც მე ეს უკვე ჯარიმები რომ ექნებოდა გადაუხდელი სახს დამეყადაღებდნენ და გაყიდდნენ აუქციონზე. ხელმძღვანელის ქუჩაზე მცხოვრებლები ხეების ჭრას აპროტესტებენ. მათი განცხადებით მარკეტის მშენებლობის გამო 40-სლოვანი ფიჭვები იჭრება. ადგილობრივების თქმით, მშენებლობა გარშემო კორპუსების პირველ სართულებს დააბნელებს. უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ მშენებლობა დროებით შეჩერდა და საქმე ახლა სასამართლოს გადაეცემა. თბილისის მასშტაბით ჯერ კიდევ გრძელდება გიგი უგულავას აღვირახსნილი კორუფციული ინტერესების დაკმაყოფილება. აღნიშნულის ნათელი დასტურება, რაც მოხდა დღეს თემქაზე, როცა მოსახლეობის თხოვნით მომოვიდა ადგილზე, ნახე 3 უზარმაზარი ფიჭვი მოჭრილი უკვე 40-სლოვანი ასაკის დაახლოებით. ამ ეტაპზე ჩვენ მივახციეთ შეთანხმებას პატრულის მეშვეობით თითქოს იმის თაობაზე, რომ მესაკუთრეებით გარკვეული დროით შეაჩერებენ აქ სამშობლო სამუშაოებს, სანამ სასამართლოს არ გაარკვევს საკითხის ბოლომდე. ამ ტერიტორიაზე აქვთ აღებული ნებართვა, როგორ აქვთ ეგ უკვე ცალკე საკითხი, ეგ ჩვენ არ ვიცით. სამართლიანად აქვთ, არა სამართლიანად არ ვიცით, მაგრამ მოვიდნენ ახლა რომ უნდათ რომ აი მწვანე ხეების, ნაძვების მოჭრა უნდათ. რამდენია თქვენ თვითონაც ხედავთ.
გადაიხადა ბან ქართულთან ერთად მემილიონე მომხმარებელი დააჯილდოვა იღბლიან ქალბატონს ქართულ ბანკისთან ვიზა პლატინიუმის პლასტიკური ბარათი გადაეცა, რომელზეც 500 ლარია დაარიცხული. დღევანდელი დღიდან გადაიხადა მის ყოველ მე 100,000 მომხმარებელს 100 ლარით დააჯილდოებს, ასევე სხვადასხვა სურპრიზით და საჩუქრით წაახალისებს. პროექტი კომპანია მომენტალური გადახდების დაერთიანებული სისტემისა და ბანკი ქართულს მიერ ხორციელდება. ჩვენ დავჯილდოვეთ მე მილიონე გადამხდელი კომპანია ჩვენ ბანკმა ქართულმა გადასცა ვიზა პლატინიუმ ბარათი, რომელზეც დაარიცხულია 500 ლარი. ასევე რა თქმა უნდა ვიზა პლატინიუმიც მისი მოხმარების ქვეშაა. ბანკმა ქართულმა გადაწყვიტა და გამარჯვებულ საჩუქრად გადასცეს ვიზა პლატინიუმ ბარათი, მასზე დაარიცხული 500 ლარით. ხრესო ვიყავი მე მილიონე გადამხდელი და ძალიან გამეხარდა. შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ტურნირი ბოულინგ ცენტრალში. ტურნირში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და ცნობილმა ადამიანებმა მიიღეს. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საინვალიდო ეტლებში ჩასხდნენ. ბოულინგის ტურნირი პროექტ არტიური ცხოვრება ჩემის ტითის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ახორციელებენ. ეს შექმნით თანაბარ პირობებს და რომად ვჯერა რომ ჩვენი აქტიურობის შემთხვევაში ეს თანაბარი პირობები გადავამთლიანად გარემოზე. ეს თითოეული მონაწილე თამაშობს ცენტრიდან და ის ესწრება სტრაიკის მოხსნას და ეს იქნება იმის მაგალითი რომ მომავალში ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ საკუთარი უფლებების დაცვაზე. ბოულინგი როგორც დემოკრატიული სპორტი, სხვათა შორის როგორც პარაოლიმპიური სახეობა მთელ მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია და ჩვენ გვინდა ამითი ხელი შეუწყოთ ერთი მხრივ აქტიური ცხოვრების და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და მეორე მხრივ რასაკვირველია საშუალება მიცეთ შეზღუდული საზოგადოების მქონე ადამიანებს გაერთონ აქტიურად. ქართულ სახიობებს ესე ვიტყვი, დიდრები არა ვართ რომ რაღაც ქველმოქმედებაში ფული შავდო და თუ კი ამით შეგვიძლია დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ და მე და ჩემი პირველი სიმამრის არის ხეიბარი და აი მინდა ეხლა უთხრა რომ მოვიდეს და ამ ხალხთან ერთად გაერთოს, იმიტომ რომ მაგარი ტიპები არიან ძალიან. ეთერში ახალი ექვსი და ახლა კიდევ ერთხელ მოკლედ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები. პანამაში ბილბოა სპორტში ვითარება უცვლელია. ჯარისამყაროს მოწყვეტილი ქართველ მეზღვაურებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ტანკერის დატოვება ეკიპაჟის მხოლოდ ერთმა ქართველმა წევრმა მოახერხა, ისიც 3 თვის წინ. ტარიელის წირველმა მეცხრეას დეტალები უამბო. 100 მეტრიანი ტანკერი მარია დელ კარმენორი ნიგერიულ კომპანია Ocean Rest კომპანიის ეკუთვნის, რომელსაც ნიგერიის მოქალაქე სოლომონ ნაგვარა ხელმძღვანელობს. ნიგერიელმა მეპატრონამ დაზიანებული გემი ცოტა ხნის წინ მიატოვა. ამ დროისთვის გემზე საწვავის მარაგი ამოწურულია, გამოირთო შუქი გათიშულ მაცევრებში კი საჭმელი სრულად დაფუჭდა. მეცხრე დილით ესაუბრა კაპიტნის ქართველ თანაშემწერ გიორგი ჯანელიძეს. მან განაცხადა, რომ მალე მობილური ტელეფონებიც დაუშვებათ და ჩვენთან დაკავშირებას ვეღარ შეძლებენ. გემზე 12 ქართველი მეზღვაური იმყოფება. ნიგერიული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი პანამის არხში 3 თვიან ნავსადგურიდან 5 კილომეტრის დაშორებით ზღვაში იმყოფება. მეზღვაურები ბათუმელები არიან, მათი ოჯახის წევრები დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ. თბილისში ფილიპ გორდონის ვიზიტი გრძელდება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადრილე ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა და ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა. არ არის სავალდებულო ორ ლიდერს ერთმანეთი მოსწონდეს, მაგრამ მათ კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას პატევი უნდასენ. ამ სიტყვებით გორდონი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო მდივნის მოადრილის განცხადებით სწორედ ასეთია საერთაშორისო თანამეგობრობის მოლოდინი. გარდა ამისა, მედიასთან გორდონმა ამერიკა საქართველოს თანამშრომლობის ქარტიის მნიშვნელობასაც დაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ოქ ქვეყანა შორის მჭიდრო ურთიერთობას მიესალმება. შოთა ხიზანიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადრილეს და თბილისის ვიცემერს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის პირველი ნაწილის და 158 მუხლის შესაბამისად წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას გულისხმობს. პირველი ბრალდება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას, ხოლო მეორე ბრალდება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი ბრალის წარდგენიდან 24 საათიან ვადაში უნდა გაიმართოს. პატროსოვის ციხეში მღელვარება აცხადებს ნანა კაკაბაძე, რომელიც პოლიტპატიმრებს ციხეში შეხვდა. უფლებადამცველის განცხადებით, პოლიტპატიმრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ისინი ციხეში რჩებიან და მათი მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია. პოლიტპატიმრების განცხადებით, მათი ღირსების დაცვა ახალი ხელისუფლების უპირველესი ვალდებულებაა.
განვაცხობთ გამოშვებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა მურმან დუმბაძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე განიხილეს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ბიუჯეტი. საუბარი შეეხო დასაქმებასთან, ეკომიგრანტებთან და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით დაიმართა. პასუხად მიიღეთ, რომ განათლების სისტემის გაძვირება არ მოხდება. საუბარი აქ მხოლოდ იმაზე, თუ მოხდებოდა დღეს მაგალითად 100 სტუდენტის დაფინანსება უკვე 200 სტუდენტი, მაგრამ კონკრეტულად რა გაკეთდება ამ სფეროში, კი ეს არის უპირატესობას მივანიჭებ თუ თქვა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები თუ რა გაკეთდება, არ იქნა დღეს გაშორებული. ძალიან საინტერესო შეკითხვები იყო, ძალიან კვალიფიციური შეკითხვები იყო, დაწყებული ბიუჯეტიდან დამთავრებული საკადრო პოლიტიკით. ამომწურავი პასუხები როგორც შეგვიძლია, როგორც ვიცით, გავეცით. ის რაც არ ვიცით, თვითონ ამ მოქალაქეებისგან ვსწავლობთ, ეგ არის ჩვენი მთავარი ამოცანა. გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობა მიწების დაბრუნების მოთხოვნით გამოდის. ადგილობრივები მიწების აფრიდელ ფერმერებზე მიყიდვას აპროტესტებენ. სოფლის მოსახლეობა იმ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს, რომელსაც მიწები აქვს შესყიდული, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები იქ არ გამოჩენილან. ლემშვენიერა, რომლის მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობას ეწევა, საძოვრების გარეშე დარჩა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მთელი სოფელი მიწების დაბრუნების მოთხოვნით მასშტაბურ აქციებს დამართავს. სამხარეოში ვიყავით გუბერნატორთან კირკიტაძესთან, ეკონომიკის სამინისტროში ვიყავით. გვინდოდა რომ ეს დაბრუნებულიყო ეს მიწა, მაგრამ ვერ მივაღწიეთ ამას. ამის შემდგომ შეგვპირდნენ მთავრობაში, სამინისტროშიც და აქაც ქვემო ქართლის გუბერნატორი, რომ დარჩენილი მიწა რაც არის, ნაწილი დარჩენილია, ის მაინც შეესყიდა მოსახლეობას იმ ძველი ფასებით. მაშინ ღირდა 54 ლარი გექტარი. მის მერე რამდენმა მიაკითხა, რამდენმა ოჯახმა შეაწოხა აქაც ადგილზე, სოფელში, საკრებულოში, რაიონში, სამხარეოში, ყველამ მიიღო კონკრეტული ვარი. მის მერე რაც დახნულია და მოსავალი უთესიათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, რომ ამას ჩვენ ხელი მოვუკიდოთ, დატოვონ ეს მიწები და გავიდნენ აქ და ჩვენ დანარჩენ მიწები, რასაც აპირებენ დახვნას, არ მოკიდონ ხელი. მთელი სოფელი, ქალი და კაცი გამოვა და აჯანყდება ხალხი. 121 წელი გალარტიონ ტაბიძის დაბადებიდან პოეტი ვალის რაიონის სოფელ ჭყვიში მღვდლის ოჯახში დაიბადა. ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, თბილისის სასულიერო სემინარია, შემდეგ იყო პედაგოგის კვალიფიკაცია. პირველი კრებულით 1914 წელს გამოვიდა. პოეზიის მეფემ სიცოცხლეს სრულ სიმარტოვეში თვითმკვლელობით დაასრულა. ტრადიციად ქცეული დღესასწაულის აღნიშვნა სოფელ ჭყვიში დილიდან დაიწყო. ქართველი კლასიკოსის 121 წლის იუბილეს ვანელები და სოფლის სტუმრების სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავდნენ. გალაქტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმის ეზოში ქორეოგრაფიული კონცერტები, ეთნოგრაფიული გამოფენები და ხალხური რეწვის ნიმუშები იყო წარმოდგენილი. დღეს გვინდა ამახლება, დღეს გვინდა პოეზია, დღეს გვინდა თქმობა და გალაქტიონობა ამის შესაძლებლობას იძლევა. რამხელა ბედნიერება, რომ თქვენ ჩამობძანდით. სწორედ ჭყვიში, სადაც გალაქტიონი ფეხშიშველად არბობდა. სადაც გალაქტიონმა იგრძნო, რას ნიშნავს ზვარი და ისიც იგრძნო, როგორ შრიალებს ფოთოლი. უკვე დაწყებული არის სახალხო ზეიმი, ანუ რაიონი წარმოადგენს თავის ხალხურ ცეკვას და სიმღერას და გარდა ამისა გაზაფხულზე აუცილებლად მასშტაბურად აღნიშნავ ტიციანობას. გალაქტიონის თაყვანისმცემლებს დღეს პოეტის შემოქმედება აერთიანებდათ. ესეთი პოეტი, ესეთი ბუმბერაზი ადამიანი საქართველოს ერთეულები ყავდა. ამიტომ აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენთაგანისთვის, ყველა ქართველისთვის სიამაყის გზნობით აღსავსენი ვართ. ძალიან მიყვარს გალაქტიონის შემოქმედება, უკვე მერამდენე წელია ვსტუმრობ გალაქტიონის სახლ-მუზეუმს. ძალიან მიყვარს გალაქტიონის შემოქმედებიდან თაწმიდის მთვარე მესაფლავე. მომავალი წლიდან გალაქტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. გასულ წელს მხოლოდ სახლ-მუზეუმის ნაწილი განახლდა. საექსპოზიციო დარბაზს კი რეაბილიტაცია 1973 წლის შემდეგ აღარ ჩატარებია. ჩიქა, რომლითაც გალაქტიონი წყალსა და ღვინოს შეექცეოდა, საფერფლე და კალამი, რომლითაც ქართველი კლასიკოსი შედევრებს ქმნიდა. დღეს ამ ადგილს ყველაზე ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს. ქედის რაიონში კი დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული ქედელობა გაიმართა. ტრადიციის სათავე 1976 წელს დაედო და მას შრომის ზეიმი ერქვა. ქედელობას დღეს აჭარის ახლადარჩეული მთავრობა სრული შემადგენლობით დაესწრო, მათ მასპინძლობას კი ადგილობრივი მმართველობა უწევდა. ქედის რაიონის თემები დღეს ერთმანეთს საკუთარი კულტურული და კულინარიული შესაძლებლობებით ეჯიბრებოდნენ. მოხდა მოსავლის
მიიღება დაბინავება შემოდგომის გაცილება ხდება ზამთარში ზამთრის დახვედრა ასე ვთქვა და ჩვენ ამ ტრადიციას აუცილებლად გავაგრძელებთ. კარგი ტრადიცია ჩამოყალიბდა ქედაში ქედელობა. ყველა ველოდებით შემოდგომაზე ამ დღესასწაულის ჩატარებას და გაკეთებას. სტეფან წმინდაშიტი დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს მასპინძლობდნენ სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა ხევის სასულიერო გიმნაზიაში გაიმართა. შეხვედრის მიზანი მომავალი აბიტურიენტებისთვის იმ პირობების დაცნობა იყო, რასაც უნივერსიტეტის სტუდენტებს თავაზობს. ამასთან სტუმრებმა პროექტების სახელმწიფო უნივერსიტეტის დესპანი აჩქარეთ მეცნიერება და საბავშვო უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრეს. ვცდილობთ რომ მოვიაროთ ყველა რეგიონი, ყველგან მივიდეთ, ყველა მოსწავლეს ველაპარაკოთ. ამას აქვს ძალიან სერიოზული ჩვენი თვალსაზრისით მნიშვნელობა, რადგან მოსწავლეები სადაც არ უნდა იყვნენ, რომელ სკოლაში არ უნდა სწავლობდნენ, ცენტრალურში თუ პერიფერიაში, სადაც რეგიონში, მაინც მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ, სხვადასხვა პროფესიის შესახებ, მეცნიერების შესახებ. პირველ რიგში მათ უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ისინი მათაც ელის თბილისის უნივერსიტეტი. შემოქმედებითი სახელოსნო არტ-მარის ინიციატივით რესტორან მირზაანში ბავშვებმა ფიროსმანის თემაზე შექმნილი ნახატები გამოფინეს. ღონისძიება ცნობილი ქართველი მხატვრის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. მოზარდებმა ფიროსმანის პორტრეტების თანამედროვე პროტოტიპების შექმნეს. გამოფენაში სხვადასხვა ასაკის ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას, ყველაზე პატარა მონაწილე 5 წლისაა. ბავშვებმა ეს ყველაფერი თავის ნახატებში გადმოსცეს ისე, როგორც დაინახეს. თავიანთი და პლუს კიდე ფიროსმანი. ეს იმდენად დიდი სიმდიდრეა, რაც ფიროსმანმა დღეს ჩვენამდე მოიწვია. დღევანდელი გამოფენა არის განწყობა, ხალისი, სიამოვნება, ძველი და ახალი. აი ეს გვინდოდა გვეჩვენებით. დღეს რა ღონისძიება ტარდება იცი? ისეც ხდება ეს ეს პირველი გამოფენა სანდროსი, ძალიან დიდი მადლობა მარიარ სტუდიას. უღმესი მადლობა, ძალიან ბედნიერებგებ მეც და ჩემი შვილიც. და ბოლო ინფორმაცია ამ დროისთვის ბონდიანას 50 წლის იუბილეს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმიც ეხმაურება. ხელოვნების სასახლეში ჯეიმს ბონდის უნიკალური გამოფენა დღეს გაიხსნა. გამოფენის პირველი სტუმრები ჟურნალისტები იყვნენ. მუზეუმის 6 დარბაზში ბონდის ფოტოები, საყვარელი იარაღი, სათვალე და სხვა ნივთები გამოიფინა. გამოფენაზე მესვ სტუმრებს ბონდის საყვარელი სასმელით მარტინი ტრაუმას მისცდნენ დამთვალიერებლებმა ბონდის შესახებ ისეთი დეტალები შეიტყვეს, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი გამოფენა კომპანია ბილაინისა და კულას მხარდაჭერით გაიმართა. ექსპოზიციის დათვალიერების საშუალება მსურველებს 2 თვის განმავლობაში შეეძლებათ.იდან გამომდინარე, რომ ჩვენი მუზეუმი თვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სწორედ კინოხელოვნება, ჩვენ ამ მოვლენების მიღმა ვერ დავრჩებოდით. ჩვენ ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს ოსკარის კინოაკადემიის მარგარეტ ჰერიკის ბიბლიოთეკასთან. მივიღეთ აი ეს უნიკალური ფოტო მასალა და ამასთანავე ჩვენს მეგობრებთან ერთად გადავწყვეტეთ, რომ რაღაცნაირად ორიგინალურად გვეჩვენებინა ამას ჯეიმს ბონდი იმსახურებს. გარდა იმისა, რომ ბილაინი ძალიან დინამიური ბრენდია, ისევე როგორც ჯეიმს ბონდი და ბევრ მოულოდნელობას პირდება თავის მომხარებელს. ჩვენ დიდი ხანია ჩვენს აბონენტებს შევთავაზეთ ტარიფი 007, რომელსაც ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვეტეთ, რომ ყველა ის აქტივობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჯეიმს ბონდის საიუბილეო ფილმთან, ჩვენთან ერთად განხორციელებული იყო. რადგანაც მარტინი არის ჯეიმს ბონდის საყვარელი სასმელი, გადავწყვეტეთ, რომ დღეს მოსვლის სტუმრებს აღონიციებასთან დაკავშირებით გავმოსპინძლებოდით მარტინით. კომპანია კულამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ შოუს ორგანიზებაში. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ჯეიმს ბონდის იარაღების შესახებ და ასევე წარმოვადგინეთ პროტოტიპები იარაღების. ბევრმა არ იცის, რომ ჯეიმს ბონდი ხმარობს ვალტერის ტიპის